დილამ შვიდობის ქალაქის ხაზები, ასე ვქვია გამოფენას, რომელიც 29 ნოემბრიდან დამთვალიერებელს დედიკას გალერეაში უმასპინძლებს. თემო კვირკველიას და გეგა ქუთათელაძის ნამუშევრები სულ სხვა ურბანულ რეალობას დაგვანახებს, თუმცა ჩვენ არ ვიმყოფებით ჯერჯერობით გალერეაში, ვიმყოფებით სახელოსნოში. დილიდან ჩემთან ერთად არის ფოტოგრაფი თემო კვირკველია, რომელიც უფრო კარგად გვეტყვის გამოფენის შესახებ. თემო, იდეა საიდან გაჩნდა და რა დახვდება მოსულ დამთვალიერებელს? დილამ შვიდობის იდეა ქალაქი ისეთი თემა არის ცოტა რთული გასაკეთებელი, იმიტომ რომ ახალი არაფერი არ არის ერთი შეხედვით, მაგრამ მეც და გეგასაც დაგვიგროვდა რაღაც ნამუშევრები, რომ საბოლოოდ შეიძლებოდა შეკრულიყო ერთ გამოფენად და გადავწყვიტეთ, რომ გამოვიტანოთ სამსჯავროს. ხო, როგორც თქვი, ხა ერთი შეხედვით თემა ისეთი, რომელიც ეს ქალაქები ყველას ნანახი აქვს, ყველა მოგზაურობს, ყველა იღებს, ყველას კამერა აქვს, ნახატითაც ბევრი ნახატი გვინახავს. მაგრამ აი დღეს მეორე მხარე არის კიდევ მე ცოტა სხვა რაკურსიდან რო შევხედოთ. ქალაქზე მოდის ბევრი ნეგატივი, ხო? რაღაცა გადატვირთული ქალაქი, უსახური ახალი შენობები, ტრაფიკი, აბინძურება და ცოტა გვიჭირს, როცა ჩვენ ქალაქში ვართ, შევხედოთ ისეთი თვალით, რომ ქალაქის მშვენიერება დავინახოთ, ან რაღაცა პოზიტიური მხარეები. ამას ხედავთ, როცა მოგზაურობთ უცხო ქალაქებში. უფრო მეტად ვაკვირდებით, უფრო მეტად შთამბეჭდავია, მე როგორც თქვით, ყველას გვინდა რომ ეს შთამბეჭდილება დიდხანს გამოყვეს, უღევთ ფოტოებს, მე მოგვაქვს და ვათვალიერებთ. ასე დაგროვდა ჩემთან, გეგას შემთხვევაშიც ეს არის უფრო ევროპული ქალაქები, ჩემთან არის ერთი ქალაქი ფოკუსში, ნიუ-იორკი არის, 3 წლის მოგზაურობის შედეგი არის და პლუს კიდევ გერი ვინოგრადი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ როცა ფოტოს იღებ, ფოტოს აკეთებ, მინიმუმ რეალობაზე საინტერესო უნდა იყოს. უკეთესი თუ არა საინტერესო, ისე აზრი არ აქვს. თემო, წარმოდგენილი არის როგორც გრაფიკული ფოტო და ფერწერული ნამუშევრები. მე როგორც ვიცი, თუ შეგვიძლია რომ რაღაცა კადრში ვაჩვენოთ მაყურებელს, თუნდაც ერთ-ერთი ნამუშევარი და მოგვიყვე ამ ნამუშევრის შესახებ. მაგ პროცესში რომ სანამ დავკიდებთ გალერეაში, დედიკას გალერეაში, აქ გავდივართ, ესე ვთქვათ, წინა შესარჩევ ფაზას და კარგ დროს მოხვედით, რომ ესე გვაქვს გაშლილი და თავისუფლად შეგვიძლია დაათვალიეროთ. ხო, ეს ჩემი ფოტოები, ძირითადად ფირია, მედიუმი, გეგას გრაფიკა და ტილოები. ანუ იქნება ფერწერას წარმოდგენილი, იქნება გრაფიკას და იქნება ფოტოგრაფიას წარმოდგენილი. თემო, საერთო რა აქვს შენი და გეგას ნამუშევრებს და ასევე რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? საერთო, თვითონ აი სათაური ქალაქის ხაზებში შეიძლება იყოს ეს ჩამალული. ბუნებას არ უყვარს ხაზებით საუბარი. ბუნებას უყვარს თავისი მშვენიერების და სიბრძნის ჩვენება მრუდეებით. ხაზები არის ქალაქის, ხო, აი სწორი შენობები, კუთხეები, გზატკეცილების, გაყვანილობები და აი ხაზებში არის ქალაქის ჰარმონია, შეიძლება ითქვას, ჩამალული. და აი ესე არ ხდება საერთოდ, რომ აი მოდი გადავწყვიტეთ ქალაქი გავაკეთოთ და მე ვიწყებთ მუშაობას, ჩვენ შემთხვევაში ესე არ არის. გეგასაც დაუგროვდა მოგზაურობის შედეგად შთაბეჭდილებები და მე ჩანახატები და მე უკვე გრაფიკული ნამუშევრები და მეც ფოტოები, რომელიც მივხვდი, რომ უკვე აქედან რაღაცა სერია შეიკრება. გეგა არის ახლა სამუშაო პროცესში. მე ვთხოვ რომ შემოგვიერთდეს და გეგამაც გვაჩვენოს თავის ნამუშევრები და გვითხრას რით იქნება განსხვავებული. გეგა, დილამ შვიდობის. შემოგეჭერეთ ესე სამზადისში. გეგა, მოდი გითხარი შენი ნამუშევრები რითი არის გამორჩეული და რისი თქმა გინდა დამთვალიერებლისთვის? ეს არის ძირითადად ასე ვთქვათ შთაბეჭდილებები დაგროვილი მოგზაურობისგან. ყველაზე მეტად რომელი ნამუშევარი მოგწონს შენი თუ ძალიან ისეთ გამორჩევა ცოტა მიჭირს ესე, მაგრამ ასე ვთქვათ ერთგვარი სერიასავით არის და ალბათ ერთ დიდ ნამუშევრად მოიაზრება. ეს პატარა ნამუშევრები, გრაფიკული ნამუშევრები და იქნება ასევე ორი ტილო წარმოდგენილი. გეგა, მოდი მაყურებელს შევახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ 29 ნოემბრიდან დედიკას გალერეაში გიმასპინძლებთ გეგა ქუთათელაძე და თემო კვირკველია. ხო, სწორია, რამდენი ხანს გასტანს გამოფენა? დაახლოებით 1 კვირა გასტანს გამოფენა.
მოკლედ ძალიან საინტერესო გამოფენის შესახებ გიამბეთ და მართლაც უნდა მოხვიდეთ რომ ნახოთ სრულიად განსხვავებული ნამუშევრები, რომელიც ალბათ ამ დრომდე ჯერ არ გინახავთ. თემო კვირკველია და გეგა ქუთათელაძის გამოფენა დედიკას გალერეაში 29 ნოემბრიდან გიმასპინძლებთ ერთი კვირის განმავლობაში, ასე რომ არ გამოტოვოთ ეს შანსი და დაათვალიერეთ აუცილებლად. დაგემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ლიკუნა, ძალიან საინტერესო გამოფენა გველის წინ დედიკას გალერეაში.